დავიწყო ჩვენ ამ POP პროცედურით, ანუ უნდა გაიწმინდოს მთლიანად ორგანიზმი, უნდა მოშორდეს ეს ბაქტერიები, ვირუსები. როგორია ეს პროცედურა, რო აუხსნათ? ეს პროცედურა თვითონ გრძელდება 45 წუთი და ტექნიკურად ეს არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და ადვილი, ანუ შევდივართ ნემსით კანონით ხო და მეორე ორივე ხელზე. მერე შეერთებულია ეს ერთჯერადი სისტემა, ეს tubing, ეს ფილტრი და რაღაცა და ეს სხვადასხვა აპარატებს გადის და რომელიც თითო აპარატი თავის საქმეს აკეთებს, აი თითოეულს აქვს ცალკე დანიშნულება. ისინი აკონტროლებენ რა გადის თვითონ სისხლში, ისინი კლავენ ამ ბაქტერიებს, ვირუსებს, პარაზიტებს, სოკოს, რაც არის ის მერე ეს გადის პამპის საშუალებით, რომელიც დაპროგრამირებულია რაღაცა გარკვეული სიჩქარით, ის გამოყავს სისხლი აგდებს ფილტრში, რომელიც არის ერთჯერადი. იქ შედის ეს თვითონ ფილტრი, ეს არის მაღალი ტექნოლოგიების ის, რომელიც არჩევს, რომელი არის კარგი უჯრედი, რომელი არის მკვდარი უჯრედი, დეფექტური უჯრედი, სად არის ტოქსინები, მძიმე მეტალები, რომელსაც ჩვენ სულ ვღებულობთ. მაგას აშორებს და ჩანს, თქვენ ხედავთ, თვალწინ ხდება მთელი ეს პროცედურა, თქვენ ხედავთ, როგორ აი შლაკები, ხო, ეს რომელიც გროვდება წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი გამოდის და აგდებს ამ სპეციალურ კანისტრაში. და მერე ეს სისხლი ძალიან საინტერესოა თვითონ მთელი პროცესი, როცა ხედავთ როგორ აუცილებლად, ხო და მერე ზემოდან მაგას ეცემა ოზონი და ოზონს კიდე აქვს ძალიან ბევრი კაი რაღაცა ის მოდულაციას უკეთებს ამ სისხლს აჯერებს ამ ოზონით ის რომელიც ორგანიზმის შესვლისთანავე ის მაშინ ხდება მისი გახლიჩვა და ხდება სისხლის გაჯერება ჟანგბადით.